ბამბუკის ვიდეოზე შეკითხვები ისევ არ წყდება. ზოგს ენერგია ინტერესებს, ზოგი კი იმას კითხულობს, როგორ შევაჩერო მისი გამრავლება ან საერთოდ როგორ მოვსპოვო. გიპასუხებთ. მაგრამ დასაწყისში იმას ვიტყვი, რომ მე ბოტანიკოსი არ ვარ და მხოლოდ საკუთარი გამოცდილება შემიძლია გაგიზიაროთ. მე დაახლოებით 500 კვადრატული მეტრი მაქვს დათმობილი ამ ბამბუკებისთვის და საერთოდ არ მიჭირს მისი ამ ფარგლებში კონტროლი. რაც შეეხება მოსპობას, თუ ასეთ დიდ ძირებს თქვენ თავად ხელით მოჭრით და შემდეგ რაიმე ბალახის მჭამელს გაუშვებთ ეზოში ძროხას, თხას ან რაიმე ნებისმიერს, სიამოვნებით შეექცევა ახალ ამონაყარს. როცა ახალი ვერ გაიზრდება, რაღაც გარკვეული პერიოდის მერე რა თქმა უნდა ფესვიც დაიღუპება. მაგრამ მე პირადად გირჩევთ, რომ რაღაც გარკვეულ საზღვრებში მოვაქციოთ და იქ აკონტროლოთ. აი შეხედეთ, აი ეს არის მის საზღვრებს გარეთ ამოსული ნორჩი ახალი ამონაყარი. მისი გადათიბვა საკმაოდ მარტივი არის. ძალიან რბილია თავიდან და არ წარმოადგენს სირთულეს. ზაფხულში ეზო ისედაც ითიბება. შესაბამისად, თუ ახალ ამონაყარს ზრდის საშუალებას არ მისცემთ, დიდიც არ იქნება რა თქმა უნდა. რაც შეეხება ნერგს, როგორც ყველა მცენარეს მისი გადარგვის სეზონიც გაზაფხული არის. მაქსიმალურად ვეცდები, რომ დრო გამოვნახო და ნერგები დავამზადო, ვისაც სურვილი გექნებათ შეიძინთ. ასევე შეგიძლიათ იმათაც შეეხმიანოთ, ვინც კომენტარებში მის მოსპობას იხვეწება და დარწმუნებული ვართ, ძალიან გაუხარდება თუ მას ეზოდან მოაშორებთ.